18-ში ალბათ არ არსებობს მამაკაცი, რომელმაც არ იცის შარტავას 18-ში მდებარე კაფე პინგვინები. რატომ მამაკაცები? არ ვიცი, ძირითადად რატომღაც მამაკაცები დადიან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენთვის ქალებისთვის აქ კარი არ არის დახურული და ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და დავათვალიეროთ, დავაგემოვნოთ პინგვინების კერძები, მაგრამ მაინც პინგვინები უფრო ცნობილია მამაკაცებში. თუ გაქვთ მაგალითად შეზღუდული ბიუჯეტი, აქ საკმაოდ დაბალ ფასებში შეგიძლიათ რამდენიმე გემრიელი კერძი მიირთვათ. ეს არის ცნობილი პინგვინები. აი რომელზეც ძალიან ბევრს წერდით, რომელიც ძალიან გაინტერესებდათ თუ რა მდგომარეობაა პინგვინებში. როგორც იქნა სახალხო კონტროლმაც პინგვინებში მოაღწია. ძალიან ცნობილი ობიექტი გაქვთ და კოლორიტული. ქალაქში ყველამ რო იცის. აი სამზარეულოში რა ხდება, ეხლა ვნახავთ თქვენთან ერთად. დავიწყეთ დეზობარიერიდან. დეზობარიერი არის, დეზობარიერს გადავაბიჯებთ და შევად სამზარეულოში. თუმცა სამზარეულო ნაწილობრივ ჩანს. მომხმარებელს შეუძლია თვითონაც დაინახოს, როგორ მზადდება საკვები და თვითონაც შეაფასოს. ჭერი არის სუფთა. ეს ძალიან მომწონს. ჩვენ გადაცემას უყურებთ? მოგწონთ? ხო გჯერათ ჩვენი ობიექტურობის? ძალიან გჯერათ. დავიწყოთ რა თქმა უნდა. გამწოვით, დაწყებული არის კონდენსატი, ნახეთ. აი კონდენსატია დაწყებული. დამლაგებელი ვინ არის? თქვენ მეალაგებთ, ხო? მაშინ ერთით ხოვნა მაგ. აი ეს ზედაპირებიც ჩვეულებრივად უნდა დასუფთავდეს, ნახეთ? დაინახეთ? აი ნახეთ. აი ნახეთ. აი ჩვეულებრივად რჩება. ზედს რაში ხშირით ცვლით? ყოველდღიური. დიდი. მაშინ ძალიან ბევრი მომხმარებელი გყავთ. ის ზეთი არ არის. ეგ კატლეტზე. კატლეტზე ხმარობ? და საწვილი, გასაგებია, მაგრამ ძალიან შავი. ძალიან შავია. აი თხოვნა მაქვს. ნახეთ კედელი რაც მდგომარეობაში გაქვთ. კედელიც გააწმენდით და აი ამის ზედა თავებიც, ხო? სასაწყობე მეურნეობაც აქ გაქვთ? აგერ ახლა ის რაღაცები. პაწაწინა არის, პატარა ტერიტორიაა მესმის. ხორცის მაცივარი სადაკა? ეს მაცივრები გვაქვს, მეტი საყინული არა, ყოველდღიურად ყიდულობთ, ჩვეულებრივად. კუპატებს აქ ამზადებთ? ის გამზადული ბაზარში გვაქვს ნაყიდი და ეს არის. და აი მესივადა? ამის მაგას მე არ შევეხები, დიახ. გიური იმით. ცოტა გაურკვეველია. თერმომეტრები რო გაქვთ ვუყურებთ, მაგრამ აი ვადები? ვადა, ახლა ის ვადები არა მაქვს. ესეც კუპატია, ხო? კი, კუპატი დაჭრილი ახლა ის. დაჭრილი, გამზადებული, მაგრამ ვადები უნდა იყოს აუცილებლად ყველა ფერზე. ყველა ეს მოხარშული ხორცი ნახევარი ფაბრიკატია, ხო? გამზადებული იმისთვის, რომ შემდეგ ეს გულღვიძლი, ხო, როგორც მივხვდი. მაგრამ აი ნახეთ, აი ძალიან ბევრი პროდუქტი გაქვთ, მაგრამ არა გაქვთ ეტიკეტირება. ბატონო თამას, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. აი ეს ზედაპირები კარგად აასუფთავებიეთ, ხო შეიძლება? გამორჩათ. აი ზევით რაც გაქვთ ზედმეტები, ყველაფერი უნდა გაიტანო. პინგვინების ასორტიმენტი, აი ეს არის რაღაცა ნაწილი იმ კერძების, რომელიც შეგიძლიათ პინგვინებში მიირთვათ, აგერ ვხედავთ ვიტრინაში. თუმცა ძალიან არ მომწონს, რომ ეს არის ჯერთი გაბზარული მინა, არც ისე სუფთა, თვითონ დახლიც არ არის ძალიან დასუფთავებული და მთავარი. აქ ვხედავთ ჩვენ ძალიან ცუდ რამეს. პირველი
არ არის გადაფარებული შემწვარი წიწილა და აი ეს ღორის ხორცი ბურვაკს რო ეძახიან, ასევე არ არის კარგ მდგომარეობაში. ნახეთ როგორ არის უკვე ხორცი გაშავებული. ეხლა მეტყვიან რომ ჩვენ ამ სუფრაზე არ გამოვიტანთო, ეს უბრალოდ არის ესე ვთქვათ საჩვენებელი. ეს საჩვენებელია. საჩვენებელია. მაგრამ მაშინ ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება რომ აი ეს ორი კერძი დავათვალიეროთ, შეგვიძლიათ? ამომიღეთ რა. აბა მოდით ვნახოთ. წვნილი. არის თუ არა ეს დაობებული ჟავე კიტრი, დამპალი კიტრი, დამჭკნარი მწვანილი. გასაგებია ეხლა ჩვენ გვეტყვიან რომ ეს არის მაინც საჩვენებელი, ხო და არა გასაყიდი. მაგრამ იმისთვის ყოველ მეორე დღეს, ხო, მაგრამ ნახეთ ეს კიტრი როგორი დამპალია. ვიცით, მაგრამ მას ადამიანებს ხო არ ვაძლევთ ყოველ დღე რო გამოუცვალოთ, უნდა გადაყარო და მაგის ხო, მაგრამ ადამიანი რო ამას დაინახავს, მოუნდება კიტრი პომიდორის. ახლა იმათ იციან რომ ახალს ვაძლევს ჩვენ კლიენტებს მაყველამდე რა ვიცი ახლა ძალიან უცნაური მიდგომაა, იმიტომ რომ ადამიანი რო დამპალ კიტრს დაინახავს ვიტრინაში, ალბათ არ მოუნდება. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ხართ საკონდიტრო და აქ ვიტრინაში დევს ნამცხვარი. ოღონდ ნამცხვარი არის გაფუჭებული, გამხმარი, დამპალი. იყიდის ადამიანი იმ ნამცხვარს, თუნდაც თქვენ უთხრათ, რომ ეს არის მხოლოდ საჩვენებელი. ხო არ იყიდის? არა. ეს არის აჯიკა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არის ძალიან მიმხმარი, ანუ მე ვფიქრობ, რომ აქ არ რეცხავენ ამ თასებს, იმიტომ რომ შეხედეთ, იმდენად მიმხმარია აი ეს, რომ აშკარად ეს არის ათჯერ ჩასხმული ამ თასში აჯიკა. სუფხარჩო 5 ლარი, ოსტრი 6 ლარი, ნიგზიანი ხარჩო 6. ფასები ჩვენ ვიცით, რომ აქ არის ძალიან დემოკრატიული ფასები. ხო არიცით, რატო ქვია პინგვინები ამ ობიექტს? ხო არიცით, ლეგენდა რა არის? არ ვიცი. არიცით? რატო? მომხმარებელი ხართ? საჭმელზე მაღალი ჯუდად თავარდებით, მე ისინი. აჰა, გასაგებია, გაღიზიანებული სტუმარი. საკმაოდ შელახულია. დარბაზიც არის გასასუფთავებელი, არ არის სუფთა. გამწოვიც არის. მაგრამ აქიდან რას დაინახავ ახლა რო ვთქვა რომ ჭუჭყიანია, მე აღმოჩნდეს რო არ არის, კიდე მე დამაბრალებენ. ძალიან ძველი სკამებია, ხის სკამები. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს პინგვინების სამზარეულო, ეს არ უშლის ხელს, ისინი მაინც აქ დადიან და ამბობენ, მე რა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან უბრალო ობიექტი, მაგრამ ჩვენ გვიყვარს პინგვინების სამზარეულო. და საინტერესო ავეჯია პინგვინებში, ნახეთ სახელური ხო არის? აქ სახელურის ნაცვლად, აი ესეთი ცელოფანის პარკია, მოკაჩავ და იღება. ესთეტიკურად არ არის, რა თქმა უნდა, არ გამოიყურება ლამაზად ესთეტიკურად, მაგრამ მოხერხებული ნამდვილად არის. მომსახურე პერსონალის პირადი ნივთების შენახვა დაუშვებელია სასაწყობე ფარჩში, სადაც განთავსებულია მხოლოდ ნედლეული, მაგრამ აქ ვაწყდებით ფეხსაცმელს, პირად ნივთებს და ასე შემდეგ. რაც არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. თქვენ არაერთხელ გაქვთ ამ მიმართულებით რეკომენდაციები ჩვენგან მოცემული, მაგრამ სამწუხაროდ მუშა პროცესთან ერთად ამ ყველაფერს თანხმედრაში ვერ ახდენთ. ანუ ურჩები არიან, ხო? ესე გამოდის. იმიტომ რომ უკვე როგორც იცი რამოდენიმეჯერ კი, არაერთხელ ჩატარებულა სახელმწიფო კონტროლი, გადამოწმებაც განხორციელდა და ხშირად მოგვიწია დაჯარიმება. ეს არის ძველი წერტილი, როგორც გვახსოვს მომსახურე პერსონალის და ძალიან საინტერესო უნიტაზი. ხელნაკეთი. დასალაგებელი ინვენტარი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ინახებოდეს. კი, ნამდვილად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ამ განთავსებული უშუალოდ სამზარეულოში. ამისთვის თქვენ უნდა გქონდეთ გამოყოფილი სპეციალური ადგილი, იზოლირებული. და მე ძალიან არ მომწონს კიდე კედლების მდგომარეობა. აი ნახეთ. აი ნახეთ. კედლებზე ბევრგან საკმაოდ დამლაგებელს მივცემდი ბევრ შენიშვნას, იმიტომ რომ ნაგავიც პირდაპირ ესე ყრია და აგერ საპირფარეშოში შევდივართ ახლა ჩვენ. რა ცუდი სიტუაციაა, თქვენ თვითონ ხედავთ. მოგინდებათ აქ ხელის დაბანა? არ ვიცი. ხო, ეს არის თურქული ტიპის ტუალეტი. ჩარეცხეთ. წარწერა, ნიშანდობლივი წარწერა, ჩარეცხეთ.
იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე და პინგვინების სისუფთავეზე, თვითონ მომხმარებელი ზრუნავს პინგვინებში სისუფთავეზე. ეს საპირფარეშო მხოლოდ უარყოფით შეფასებას იმსახურებს. კატლეტის ვნახეთ, რომ უკუნითი ღამემდე შავია. ეხლა ვნახეთ აქ რა ხდება. ესეც არა ნაკლები. უბრალოდ ეს დუხს და ასევე ძალიან არ მომწონს აი თვითონ აპარატის მდგომარეობა. ნახეთ, აი ეს უყალა კონდენსატია, რომელიც ხარშვის დროს ჩვეულებრივად უკან ბრუნდება. ეს პროდუქტი ვისია? აი ეს რატოდებს აქ? ახალი შემწვარია. ხალხი შემწვარია, ნუ თავისთვის შეწესავდეთ ამ რაღაცა. აი აქ რო გააკეთეთ, აი ესეთი კარგი ზედაპირები რო გაქვთ. ამა რა დააშავა? მით უმეტეს დანები და ყველაფერი აქ გაქვთ. გადაკრული გვაქვს ჩვენ ახლა აქ. ხომ არა ნახეთ რა ბინძორია. აქ გაქვთ დანები, რომელსაც გამოიყენებთ მერე აი ესეთ სუფთა ტილო ავიღებთ და ეხა გაჩვენებთ მე თქვენ ამას. ხარ ყოფილა სუფთა? ეს ახლა გადასმულია რა. არა, დავიწყდათ. მოკლედ სტაფის ბრალია ყველაფერი აბსოლუტურად. სადელები და ზევით კედელი არის ძალიან დამტვერილი. იქაც ჭერის მთლიანობა არის დარღვეული. აქ ღია პროცესი მიმდინარეობს. გთხოვთ, აი ესეთ შეაკეთეთ და კედელი სათანადოდ დაასუფთავეთ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს სადელები დამალეთ, ხო? ის რაღაცით დავმალო უნდა კი. უნდა დამალოთ, კი ბატონო, აუცილებლად უნდა დამალოთ. რატო მოგწონთ პინგვინები? პინგვინები სახელი არ მომწონს. საჭმელი კაია. ხალხიც კაი ხალხია. ამას აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა მომსახურებას, როგორი გარემო. მართლა ნიპუწეუია რა. მოდით ეს საიდუმლოც გავხსნათ, რატო ქვია პინგვინები, თუმცა როდესაც იხსნებოდა 25 წლის წინ ეს კაფე ამბობდნენ მზარეულები, რომ კაცო ეს ხალხი შემოდის ჩვეულებრივად და გამოდიან პინგვინებითო. გემრიელია და სულთან სახში დამქონდა საჭმელები, დედას გევიცები რა. და რამდენი წელია აქ იმინა დავდივარ. სულ კაცები რატო დადიან, ქალები არ დადიან? ქალები, ალბათ დადიან. ქალებიც დადიან რა. ხო. არა, ქალებთან ერთად დავდივარ არ მოსულვარ, მაგრამ სულ კაცებთან ერთად მოვდიო. მე როგორც მითხრეს, აქ ისიც არის, კარგი რომ სასმელის შემოტანა შეიძლება და შესაბამისად უფრო დაბალ ფასში. არასდროს სასმელი არ შემომიტანია, აკაურიც არ გეკეთო. აკაური. კოროზიას ამაცივარში მე პირადად ვერ უყურებ. აქ არის მეორე მაცივარი, სადაც არის ძის პროდუქტი განთავსებული. თერმომეტრებით არის აღჭურვილი აბსოლუტურად ყველა მაცივარი. ეს ნამდვილად კარგია რომ ხდება ტემპერატურის რეჟიმის კონტროლი, მაგრამ ეხა ერთ კითხვაზე მიპასუხეთ. ჩამჩა რატო არის აქ? ეს გვაქვს აქ ჩვენ ბაზა, რომელიც დასასრულად. ბაჟესთვის არის, ხო? და მე ის ხდება დახურვა. კი ბატონო. არსად არა გაქვთ ვადები, რატო? ელარჯი, რომელიც ელარჯის ყველი. ხო, თუ დაქიცვენ და მაინც არ ივარგებს, არ შეიძლება რომ მაგას ხო, მაგრამ თუს ნამდვილად ვერ ვენდობით. აი ასე თუხთუხებს აქ საკვები, ნახეთ. აი ესე მზადდება საკვები. ეხა უყურებ, რომ აი აქ ნამდვილად გაწმენდილია და სუფთა არის გამწოვი, კონდენსატის კვალი საერთოდ არ არის, ეს უკვე მომწონს. სამზარეულოში ფეხსაც მოსრონდა. სურსათმა მოგცათ შენიშნა საწყობში არ უნდა იყოსო ფეხსაცმელიო და მე კიდე სამზარეულოშიც ვიპოვე. არ უნდა იყოს ნამდვილად. აი ამ წუპეში ჩამხჩვალი ტარაკანი ვიპოვე. ჩამხჩვალი, გარდაცვლილი, ჩამხჩვალი, გაუბედურებული ტარაკანი. თავი მოიკლა, დაიხჩვა თუ თქვენ მოკალით? არა, ჩვენ არ მოგიკლავს, მაგი მოკლა წამალმა. წამალმა მოკლა. ეთება ჩვენ კარგი. თაყენებელი ნივთები საკვების დასამზადებლად აი გამოსახულია. რა მდგომარეობაშია, სად ინახება, როგორ ინახება. ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა. ესეთ პირობებში ნამდვილად არ უნდა ინახებოდეს. თავზე სავენტილაციო სისტემა არ გვაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე გაქვთ ეს პრობლემა და ხდება ჭუჭყის დაგროვება. თან შეხება აქვს უშუალოდ საგნებთან, აღჭურვილობებთან, რითაც ვამუშავებთ სურსათს. სურსათის უნებლობის ვერდიქტი რა არის? საზოგადოებრივი კვების ობიექტში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა, რომლის გამოც საწარმოო პროცესში შეუჩერდება შეპესა ილიას საფირმო სახელწოდებით პინგვინები. პრობლემა გამოწვეულია, რომ იმ საგნების აღჭურვილობების და მოწყობილობების საჭიროებისამებრ დეზინფიცირება და დასუფთავება
მუშაობა არ ხდება შესაბამისი სიხშირით, ინახება არასათანადო პირობებში და წარმოადგენს დაბინძურების წყაროს. შეუჩერდება საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე და დაჯარიმდებიან ჩვენი კოდექსის მიხედვით 1000 ლარის ადონებს. მე მინდა უბრალოდ დამამატო, რომ სახალხო კონტროლი არავის არ ხურავს და არავის არ აჯარიმებს. ამისთვის არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც თუ ხედავს დარღვევას, ორგანო, რომელიც არის თვითონ არიციან რა შეუსაბამობა ქვია ამას. სადაც რო იძახის ხის მოხარშული დოსკებით რო არ გამუშავებს და პლასმასი მოიტანეო, მაგი არის შესაბამება კანონის ფარგლებში, რასაც წერენ, ვერ დაუწერია და მე 50 წელი ამ საქმეში ვარ და ვიცი რა არის ჰიგიენური და რა არა. ხო, მაგრამ თქვენ ხო პლასმასის გამო. მე ვიცი გასო, ეს არაფერი ის არ არის, რაც ხდება აქ. აქ არის სისუფთავე ისე დაიწვას ყველამ და ეგ არის აქ მეზობლების დარეკილი ამათი იმის თავით ვიღაცა აგზავნის და კეტავენ ამას. ეს უნდათ აქ. არანაირი ინტერესი არ აქვს. სამეთი სხვა რა არის, გაგვატყავეს. 2001 გადავიხადეთ, 2000 მეორე გადავიხადეთ, 200-ები რამდენი გადავიხადეთ, რა იყო? არ წაიღონ ის მოგვახმარონ და გავაკეთებთ ახალს. თუ უნდათ ამას, კარგის გაკეთებ.